კარგი ბატონო, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ამ ჩემ სტარტაპულ მასში ავტობიოგრაფიაში არის ერთი წელი, რომელიც გავატარე ამერიკაში. რაღაც ფრაგმენტულად რამდენიმე წასვლით, ჯამში მოკლედ ერთი წელი გამოვიდა და იმის გამო, რომ მე უცხოეთში სწავლის გამოცდილება არ მქონია, ფაქტიურად აი როგორც და ასაკიც ესე იგი როგორ გამოდის, რომ ეს ხდებოდა 98 წელს და ვიყავი 25 წლის. აი დაახლოებით მაგისტრატურა რო წარმოიდგინო, დაახლოებით რაღაცა ეგეთი ასაკის გამოდია, რაღაც გამოცდილება უკვე მაქვს, სამუშაო პროფესიაც მაქვს და მოკლედ ვეზიარე, ასე ვთქვათ, ამერიკულ გარემოს და თან მუშაობდი კომპანიაში, ჩვეულებრივ თანამშრომელი ვიყავი დილიდან საღამომდე, ანუ მივლენილი ვიყავი ეროვნული ბანკიდან, აი იმ პროექტების მიხედვით. საინტერესო რაც იყო ამ ამბავში, აი ეს best practice-ების სერია ხო გავლილი მაქვს და ამერიკაში მივდიოდი, რომ ეხლა იქ კი ყველაფერი არის სწორად და იდეალურად და მოვხვდი ორგანიზაციაში, რომელშიც აღმოაჩინე, რომ იქაც არის პრობლემები თურმე. ვიღაცა არ აკეთებს თავის საქმეს, ვიღაცას თურმე ეზარება, ვიღაცის ნათესავია შენ ესე იგი ღმერთო ჩემო თურმე და ისინი თავის ნათესავს იმაშოვა. დამფუძნებელს თურმე რაღაცა თავისი ყუშტურები აქვს ამერიკაშიც. ხო? იაპონელებთან ომობდა ის დამფუძნებელი და ამიტომ თურმე იაპონურ ტექნიკას არ იყენებს რაღაცეები რა და მოკლედ ერთი მაგას მივხვდი რომ ეს რო იქ იდეალურია სადღაც ყველაფერი იდეალურად არის და ასე შემდეგ ეგრე არ არის ნამდვილად მეორე ახლა ნიუ-იორკისნაირ ადგილას რო იცხოვრო და ტვენი რო არ გადაგიბრუნდეს აბსოლუტურად შეუძლებელია იმიტომ რომ აი ეს მულტიკულტურული გარემო კუბელი თანამშრომელი, პოლონელი თანამშრომელი, ნუ ინდოელი პროგრამისტები რა თქმა უნდა რამდენიც გინდა ესე იგი ბევრი იყვნენ. ყველა კულტურიდან მეზობელი აქაური, მეზობელი იქაური რაღაც დიპლომატების უბანში ცხოვრობდით და იქაც ძალიან მულტიკულტურული გარემო და ასე შემდეგ. ეხლა რა ხო თანაც საინტერესო ის იყო რომ აქ კი ღარიბად ვცხოვრობდით, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობდით ღარიბად რა, ანუ შესაფერისად, ანუ მე რაც მეცვა, სხვასაც ისეცვა და მე რასაც ვჭამდი, სხვაც იჭამ. და ამერიკაში უცებ ეს კონტრასტი გამოჩნდა, რომ ვიღაცას $5 აქვს და ვიღაცას აქვს 5 მილიონი ალბათ რა. და ძალიან თვალნათელი იყო, რომ რა ვიცი, ჩვენი უფროსი, რომელიც ძალიან შეძლებული ადამიანი იყო და ჩვენზე ძალიან ზრუნავდა, რაღაცა წაგვიყვანდა რესტორანში და რა ვიცი, იმ რესტორანში ფასებს რო შევხედოთ, გული გაგვიშკდებოდა ჩვენ ხელფასზე, ესე იგი მეტი ღირდა რაღაცა კერძი სიტყვაზე რა. ერთი ეგ მახსოვს, ეხლა მთავარი ტკივილები და მთავარი გაკვეთილები ამ შაბლონს რომ მივყვეთ, ესე იგი, ერთი არის რომ თავის დამკვიდრება უცხო კულტურაში მოკლედ ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ მოცემულობები და დაშვებები და აქსიომები, ასე ვთქვათ, უცხო კულტურაში არის განსხვავებული, ხო? მაგ დროისთვის მე ეროვნულ ბანკში ასე თუ ისე აი იმ გაკვეთილების წყალობით, რაც გამოვიარე, რაღაცნაირად მესმოდა რა ხდებოდა და იქ თითქოს ამოვარდი ამ რეალობიდან და უძულურების შეგრძნება მქონდა, რომ აი ვერც კეთდება, რაღაცას ვერც ვაკეთებ და ვერც ხვდები რატო ვერ ვაკეთებ. აი ესე ველაპარაკე, ისეც ველაპარაკე, ისეც უფროსსაც უთხარი, იმასაც უთხარი და რა ვქნა ახლა რა, ანუ რაღაცა თავს ზემოთ ძალა არ არის და ფაქტიურად ახალი რაღაცების გამოგონება გახდა საჭირო. გარდა ამისა დავინახეთ, რომ აი ეგეთ ძალიან კომპლექსურ პროექტში, სადაც დამფინანსებელი სხვა არის, მომწოდებელი სხვა არის, დამკვეთი სხვა არის, შემფასებელი სხვა არის, დამგემგმავი სხვა არის, მოკლედ ძალიან კომპლექსური საკითხი იყო და დონორის დაფინანსებული პროექტი იყო, ეს USAID-ის პროექტი იყო და მოკლედ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც მე მივიღე, გარდა იმისა, რომ აი მულტიკულტურულ გარემოში, ასე ვთქვათ, როგორ უნდა იმუშაო, არის რომ მოკლედ იმაზე მეტი რაღაცას აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. მანამდე მაინც
არაკომპლექსურ პროექტებში, აი რაც იყო ის იყო რა, ანუ თუ ვიდეოს ჩასაწერად შევიკრიბებთ, ნამდვილად ვიდეოს ჩასაწერად ვიკრიბებთ. იქ აღმოჩნდა, რომ იქ რაღაცა პოლიტიკური ისინია, იქ ამერიკელების რაღაცა შეხედულებებია, იქ რაღაცა სხვა ის არის, ჩვენი მთავრობა ურევია, იქ ისურევია და მე ტექნოკრატი ვიყავი, ხო მე წარმოდგენა არ მქონდა ამ არაფერს და მეგონა რომ ვიღაცამ რო თქვა რომ ეხლა ჩვენ აი ეს უნდა გავაკეთო და ესე იგი უნდა გავაკეთო და თურმე იქ რაღაცა შრეები არის, ასე ვთქვათ, იგივე პოლიტიკურის და იმის და მოკლედ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მაგის მერე მე მახსოვს, რამდენი შეხებაც მქონია დონორების პროექტებთან, ბევრი შეხება მქონდა, ჩემ კოლეგებს ზუსტად ვეუბნებოდ ტრენინგი იქნებოდა სხვა რამე, რომ მოკლედ აბა ყურადღებით, ახლა რომ სრულად უნდა გამიგოთ და გავიაზროთ ჩვენ ესე იგი არსი პროექტის და პროექტების მართვის სწავლებაც რო დავიწყეთ, იქაც ძალიან გამომადგა, იმიტომ რომ მოკლედ ხშირ შემთხვევაში პროექტების წარუმატებლობა ზუსტად იმითი არის გამოწვეული, რომ რაც ქვია, ასე ვთქვათ, headline-ებში რაც წერია, იმას იჯერებ და სინამდვილეში იმას სიღრმეები აქვს და კიდე რაღაცა სხვა მიზნები აქვს, მეორადი, მესამედი სხვა დამკვეთები ყავს, სხვა სპონსორები ყავს, მხარდაჭერა ჭირდება საზოგადოების მხრიდან და უფრო ესეთია რა, უფრო სიღრმისეულია და ეგ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო, ის პროექტი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ძალიან კარგად გამოვიდა საბოლოო ჯამში, ანუ შედგა და ეხა ეგ ძალიან პოზიტიური იყო, ოღონდ ორჯერ და სამჯერ მეტი დრო დაჭირდა, ვიდრე უნდა დაჭირვებოდა, ბიუჯეტსაც გადააჭარბა და ყველაფერს და მოკლედ ძალიან დიდი გაკვეთილი იყო და კიდევ ერთი რაც მე ვისწავლე მაგ პერიოდში, ხო, აი ამ ამერიკულ პერიოდში არის, რომ სხვანაირად გამოიყურება, აი გამოთქმა რო არის, რომ ქილის შიგნიდან ეტიკეტს ვერ წაიკითხავ რა ამერიკული გამოთქმაა ხო რომ შიგნით როცა ხარ ქვეყანაში ან პროექტში ან რაღაცაში რაღაცა არ ჩანს და საკმარისია რომ სადღაც წახვიდე და ეხაც მაგ ეგეთი ჩვევა რომ რაღაცაზე აი ფლომასტერის ამბებზე რომ ვფიქრობ ველოდები რომ აი რომ მომიწევს წასვლა სადღაც იქიდან შორიდან გამოვიხედავ აქეთ და აი შორიდან უკეთესად დავინახავ ესე იგი რომ ესეა თუ არ არის და ისა ხო აი რაღაცნაირად ამ zoom out-ს რასაც ვეძახით რომ ამოყვინთო იმ რეალობიდან და რაღაცნაირად შეხედო იმიტომ რომ მაგ პერიოდში ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ოჯახის რეალობას, ჩემ ცხოვრებას, ჯანმრთელობას, რაღაც ძალიან ბევრ რამეს აი შორიდან რაღაცნაირად სხვანაირად შევხედე და სხვანაირად გამოჩნდა და ამიტომ დღესაც ვფიქრობ, რომ აი ეს წასვლა, წამოსვლა, მოგზაურობა რაღაცა მაგ თვალსაზრისითაც გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა, საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, ძალიან არ ჩაეხვე რაღაცა მენტალიტეტში, რა არსებულ მენტალიტეტში და რა ვიცი, მას მერე სულ ძალიან ბევრჯერ გამომადგა ეგ გაკვეთილები, რაც აი ამ ამერიკულმა გამოცდილებამ მასწავლა მაშინ.